რომ ამასთან ერთად ევროპის სარბიელზე ძალიან ბევრი რამ ხდება საქართველოს დამემართებაში მაგაზეც ვისაუბრებთ, ვიცი ევროპარლამენტარებთან შეხვედრა, შავი ზღვის სტრატეგია, მაგაზეც დავსვავ კითხვას. მაგრამ არა, მე ვამბობ, ვაიმარის სამკუთხედის განცხადება ეს ძალიან მაღალი და უპრეცედენტო რანგის იყო. საბოლოო ჯამში მოდი ვთქვათ, რომ ნელ-ნელა შედეგებებზე გავდივართ, ხო? ნელ-ნელა უფრო და უფრო თვალში სანახავი ხდება, ასე ვთქვათ, ღია სივრცისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი პირველი რომ არათუ ვერ ახერხებს დალაგებას ურთიერთობის დასავლეთთან იმ პირობებით, რაც თვითონ ეგონა რომ გამოუვიდოდა, არამედ საკმაოდ მძიმე კრიზისში არის, ხომ? ამერიკის მხრიდან, ზოგადად მე შევაპირველი ვიტყოდი, რომ ამერიკის ეს ადმინისტრაცია, ტრამპის ადმინისტრაცია და ინაუგურაციაზე რო ვიყავ, მე მგონი თქვენ თავიყავით ჩართვაზე და მაშინაც თქვი, რომ არის ძალიან შედეგზე ორიენტირებული. ეს არ არის დიპლომატიური ენით, გრძელვადიანი რაღაცა დათმობებით მოსაუბრე ადმინისტრაცია. ეს არის ადმინისტრაცია, რომელიც ამბობს, რომ შედეგი გვინდა აი ეს შედეგი მიიღწევა აი ასე. ხო, ანუ ამერიკის საელჩოს წერილიც იყო, რომ რა შედეგზე იყო საუბარი და განმუხტვა ამ სიტუაციის, რა შეიძლება და ყოფილიყო, უпроსტად განმუხტვა კი არა, რესტარტი, რასაც ხშირად ამბობენ, რა შეიძლება და ყოფილიყო ზუსტად ძალიან პრაქტიკულად ჩვენ არ ვიცით დეტალურად შინაარსი, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ რა შეიძლება იყოს. მილოცვაში სხვათა შორის საუბარი და რუბიოს განცხადებაც იყო ამაზე, რომ აი ჩვენ მოვისმინეთ, კითხვა იყო დასმული და მან პასუხი გასცა სწორედ, რომ ჩვენ რაღაც გარკვეულ პოლიტიკაზე რა და როგორ უნდა იყოს, ამაზე ვფიქრობთო და დღევანდელი საელჩოს განცხადებიდან გამომდინარე, მგონი უკვე ალბათ ცხადია რომ არსებობს ეს პოლიტიკა. მოდი აი ესე შევაფასოთ, ხო? ჩვენ ეხა სპეკულაციაც რო არ მივეცეთ, ხო? რა არის დღეს არსებული სიტუაციის, ასე ვთქვათ, გადატვირთვის საშუალება საქართველოში, რა? გადატვირთვის საშუალება არის პირველი, რომ აუცილებლად ახალი წესებით, არა ივანიშვილის კონტროლირებადი არჩევნები უნდა დაენიშნოს ქვეყანაში, ხო? უნდა დაენიშნოს საპარლამენტო არჩევნები. სხვანაირად ეს მძიმე კრიზისი, რომელიც არ იმალება უკვე არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, ასე ვთქვათ, ვერ წავა ვერსად, ხო? ეს ერთი. მეორე, თვალშისაცემია ის სწრაფი სვლა რუსული გავლენების ზრდის, უკვე დაუფარავი, რომელიც საქართველოშია, რომელიც ამერიკის დაზვერვის, ასე ვთქვათ, ანგარიშიც იყო მოცემული და ამაზე თვალს ვერ დახუჭავს ვერც ამერიკა, ვერც ევროპა და ამის, ასე ვთქვათ, განეიტრალებაზეა საუბარი. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს დიდი კასკადი წყება ძალადობის და მერე დაპატიმრებების, რაც მოაწყო ქართულ მოსახლეობას, აბსოლუტურად მიუღებელი არის თანამედროვე სამყაროსთვის. მეოთხე, რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლებას პირდაპირ ხელყოფა, რომ ცენზურის დაწესებას აპირებენ საქართველოში ფაქტობრივად, ხო, ფარა და მედიას რეგულაციები, ეს უნდა საერთო კონტექსტში განვიხილოთ, ეს არის. მეხუთე, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. უამრავი რამ ხდება. ანუ, ნახეთ, კასკადია ქმედებების, რომელიც არაფერი საერთო არ აქვს ღირებულებით თვალსაჩინო არც დემოკრატიასთან, არც დასავლურ სამყაროსთან, არც ამერიკულ ევროპულ სტანდარტებთან, ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მკაფიო ვარ. ამბობენ, მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ. ეს, აი მე ესე მოდით აი მაგაზე გაგცემთ პასუხს. მე ვფიქრობ, დღეს, აი 26 მაისს და მის შემდგომ ჩვენ ცალსახად მივიღეთ პასუხი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ეს გზავნილი რომ მიგვიღეთ ისეთი როგორიც ვართ, მიუღებელია. ეს ვერ იმუშავებს. ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ შეძლებს, ქართული ოცნება ამას ვერ შეძლებს, დამთავრდა წერტილი. აი შეგვიძლია ვთქვათ, იყო აქ რაღაც აზერბაიჯანული მოდელი საქართველოში. ჩამოიშალა ივანიშვილის პროპაგანდა, აი იმ პასუხის შემდეგ და იმ ქმედების შემდეგ, როდესაც ის არ შეხვდა ელს. როდესაც ვისმენთ კობახიძის განცხადებებსაც, რომელმაც თქვა, რომ რა გვინდა კაცო ეს ამერიკის ეს იყო არანაკლებ დამაზიანებელი განცხადება, რაც მას შეერთებულ შტატებზე თქვა, ვიდრე 28 ნოემბრის ჩემი აზრით ეს იყო ანალოგიური განცხადება, როდესაც თქვა, რომ ჩვენო ევროკავშირთან გაწევრიანებაზე ვწყვეტთო და საერთოდ ვამთავრებთ ეხა ამ პროცესს, იგივე თქვა, არ გვჭირდება ეგეთი ამერიკის შეერთებული შტატებიო. მე ველოდებოდი, რომ ქუჩები გადაივსებოდა სხვათა შორის პროტესტის ხო, ღია თქვათ ეხლა, ნახეთ, მოდი ეხლა ოცნების ქართული ოცნებისთვის დაგზავნილია, რომელსაც ოცნების ამომრჩევლს მინდა უთხრა რა. აი მოდი ეს სხვანაირად შევხედოთ ამ სიტუაციას. თქვენ ხმა მიეცით ბიძინა ივანიშვილს, ხო? ანუ ოცნების ამომრჩევლს ვეუბნები ხა და ფიქრობთ, რომ აი ეს ადამიანი ზრუნავს თქვენზე, საქართველოზე, არ ვიცი, ტყუილი მართალი ჩვენ გონია, რომ ტყუილს ამბობს, თქვენ გონიათ, რომ სიმართლეს ამბობს. აი მოდით დავუშვათ, რომ ეს კაცი მართლა ზრუნავს ქვეყანაზე. როგორ შეიძლება
რომ შენ უარი უთხრა შეხვედრას, სადაც თუ შენი სამშობლო გიყვარს და ქვეყნის ინტერესები გამოძრავებს. პუტინი ხდება ვითკოვს, რომელიც ასე ვთქვათ, არც მისი რანგის არის არაფერი, იმიტომ რომ მას თავის ქვეყნის ინტერესები ამოძრავებს, ხო? კიდე ერთხელ ვამბობ, ანუ პუტინიც კი ასეთ რამეს არ აკეთებს, ხო? ეხლა მოდი ერთი წუთით დავამთავროთ და შენ ადამიანი, რომელიც შენ ამომრჩეველ საუბნერო სამშობლო მიყვარს, ივანიშვილზე ვამბობ, პატრიოტი ვარ, როგორ შენ შანსი გაქვს, რომ ურთიერთობაში რაღაც გაარკვიო ამერიკასთან შენი ქვეყნის სასიკეთოდ, ხო? ყოველ შემთხვევაში ისინი ხო ასე ამბობენ, რომ ისინი მედასავლეთეები არიან და ამერიკასთან ურთიერთობები უნდათ. როგორ შენ უარს ამბობ? ესე იგი, შენ არაფრად არ გიღირს შენი ქვეყანა, არაფრად არ გიყვიჭრს შენი ქვეყნის ინტერესები. ორი მიზეზი აქვს ამას, არა მარტო ფინანსები. ის რუსული მძლავრი გავლენები, რომელიც არის, მაგრამ თავარი მიზეზი ძალაუფლების შენარჩუნება. ივანიშვილმა ერთი რამე იცის, რომ თუ ის ვერ შეძლებს ავტორიტარიზმის ბოლომდე კონსოლიდაციას ამ ქვეყანაში, კარგავს ძალაუფლებას. ამიტომა ეს ყველაფერი. ეხლა გადავიდეთ ძალაუფლების შენარჩუნება და კონსოლიდაცია ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია. ანუ რატო კობახიძე ეს მინდა აუცილებლად თქვა და ამერიკელების მე ვიცი ეს ასე ვთქვათ, მქონია ბევრი ურთიერთობა ჩვენ პარტნიორებთან, პირველი რომ კობახიძესთან საუბარი არ უნდა არავის. ორი რამის გამო. ჯერ ერთი რომ ეს ადამიანი საუბრის დროსაც არის რაღაცა შეუგნებლის ასე ვთქვათ შტაბ-ჭდილებას ტოვებს, მაგრამ მეორე რომ ის გააწყვეტილებას ადამიანი საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტთან ძალიან კარგი წერილი მიიღო ბჭყალებში ვაიმარის სამხედრო ქვეყნების ლიდერებისგან. ნახეთ როგორ არის ერთი რომ მასთან საუბარი შეუძლებელი. და მეორე მასთან საუბარი იცით რატოა შეუძლებელი? იმიტომ რომ ის გააწყვეტილების მიმღები არ არის. ის ვერაფერს შე რო ხვდები მეორე მხარეს, ხო, იმიტომ ხვდები, რომ გინდა შეხვდე ადამიანს, ვინც იტყვის კი, არა, ნახოთ, აი კი, აქ არა, ხო? იმიტომ არის რომ ამერიკამ თქვა, რომ გადაწყვეტილების მიმღები ხარ შენ. არ მინდა მე ვიღაც მეორე ხარისხოვან ადამიანებს ველაპარაკო და ვსხდეთ, ჩვენ გეტყვით, რომ აგერ ბატონო დარწმუნებული ვარ, იქ იქნებოდა დემოკრატიული უკუსლის შეჩერება, არჩევნებთან დაკავშირებით, პატიმრების განთავისუფლება, ბევრი საკითხი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ, ანუ ვითანამშრომლოთ თქვენთან, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, მივიდნენ კობახიძესთან. კობახიძეს რა უნდა ეთქვა? ორი ვარიანტი, ან უნდა ეთქვა უარი, ან უნდა ეთქვა, რომ წავალ ახლა ბიძინა ივანიშვილთან ამას ყველაფერს არა. უпростоრად გავივლი გუნდში, ეს მაგარი სიტყვა, გუნდში გავი. რა გუნდი? სად არის გუნდი? სად არის გუნდი ქართულ ოცნებაში, საზოგადოებაში, რომ გუნდი არა ის კიდე. არის მარტო ივანიშვილი, ხო? ივანიშვილია. გუნდი და ივანიშვილის ერთგული მსახურები, რომლებიც თანდათან ეცლებიან ამ ეგრეთ წოდებულ გუნდს. აი დღეს ვნახეთ გომელაური სახლში გაუშვეს, მის ადგილზე დანიშნეს ნაციონალების დროინდელი კადრი გელა გელაძე და არის კიდევ აი ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო შაიშმელაშვილთან და ის ამბობდა რომ კიდევ ბევრი მიყვებაო მასო და მათ შორის ხარება, მისი მოადგილეები და ასე შემდეგ. მოკლედ, რა პროცესია ეს? მე არ ვამბობ იმას და ეხა მაგის ილუზია არ მაქვს, რომ ეხა რამე იცვლება, გომელაური იქნება თუ გელაძე თუ მგელაძე, რამე შეიცვლება და ეხა უფრო ესეთი გახდება სამინისტრო ღია და რაღაც ემპათიური. ამის ილუზია რა თქმა უნდა არ მაქვს, მაგრამ რას აჩვენებს ეს ყველაფერი და რატომ აკეთებს ამას ბიძინა ივანიშვილი? შეიძლება ისმება კითხვა, რომ აი რატო ხდება ეს, რატო ხდება? თავარი არის ერთი რამ. სისტემა და რეჟიმი სუსტდება. იქ არის შიგნით სერიოზული პრობლემები. ზოგი თვითმოტივაციით მიდის, ზოგი უშვებენ, ასე შემდეგ, მაგრამ რაზეც იყო აშენებული ეს რეჟიმი, ძალოვანი უწყებები. ყველა შტოში აბსოლუტურად არის სერიოზული რღვევა. ეს იყო სუსი, რაზეც იდგა, ბოდიში ერთი წუთით, ეს იყო სუსი, რაზეც იდგა. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და არ ეგონოს არავის, რომ ეს ახლა მარტივი გადაადგილება, არა, ეს არის სერიოზული რყევა. ვიღაცას, არ ვიცი, გომელაურ შეუძლია ისე რაღა უნდა არიდოს თავის თავს, რა ვიცი, სანქცირებულია მთელი სამყაროს მიერ. მაგრამ ილუზიას ბიძინა ივანიშვილი. არაფერი ილუზიას არ ქმნის. ნახეთ რა ილუზიას გულისხმობ აი უბრალოდ ჩაგეკე, რომ აიცით აი ამ სანქცირებულ, ამ დაზიანებულ ადამიანებს ვაშორებ და რაღაცა სავაჭროდ კიდემ ხომ არ გამოიყენებს ამას და კობახიძე, რომელიც არ არის სანქცირებული?
კობახიძე de facto სანქცირებულია ხალხო. კობახიძე არის ადამიანი. თითქოს აი ამ ყველაფრიდან ამის ილუზიას ხო არ ქმნის ხო არ ცდილობს. შეიძლება, მაგრამ ჩვენ ამაში ხო არ უნდა გავყოთ. ჩვენ ხო ვიცით რომ პირველი პიძინა ივანიშვილია ყველაფერი ამ ქვეყანაში, ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას. мотивация მხოლოდ სპეკულაცია შეიძლება იყოს, ზოგი თვითონ წავიდა, ზოგი გაუშვეს, ზოგი იმის გამო გაუშვეს, ამის გამო სისტემის შიგნით არის სერიოზული რყევა. ეს რყევა გამოწვეული არის სწორედ წინააღმდეგობით, რომელსაც ჩვენ ყველანი უწევთ, იმ პროტესტით, რომელიც არ ჩერდება, იმ საგარეო მუშაობით, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმ ოჯახების წუწუნით, რომლებსაც საბანკო ანგარიშებზე პრობლემები აქვს, იმ სანქციებით, რომელიც მოდის დასავლეთიდან, იმ განცხადებებით, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ, კიდევ ერთხელ ეს არის კომპლექსური, ესე მე დღეს დავარქმევდი ხა 26 მაისი და მის შემდგომ კომპლექსური შეტევა რეჟიმზე, როგორც გარედან, ასე შიგნიდან, რაც იწვევს შიგნითაც რღვევას, იწვევს, ასე ვთქვათ, ბევრ, ასე ვთქვათ, წუწუნს. მოდი ვთქვათ, ეხა ივანიშვილს, რომელიც არჩევნების მერე გაქრა, დაიმალა და მარტო რომის პაპის გარდაცვალების დროს გამოჩნდა, ასე ვთქვათ, ერთი, ასე ვთქვათ, სამძიმრის წერილით, ხო? მოუწია გამოსვლა და პასუხის გაცემა კონკრეტულ საკითხზე, ხო? იმიტომ რომ მას ეს აწუხებს, მისთვის ეს პრობლემურია, მან ძალიან კარგად იცის, რომ არასწორი გზით წავიდა. ტრამპის ამ ეგრეთ წოდებულ მილოცვაზეც, რომელიც ორიგინალი თვალით არ გვინახავს და მხოლოდ ეგრეთ წოდებული ივანიშვილის პრეზიდენტის პრესამსახურის მიერ არის ქართული ვარიანტი გავრცელებული, რაღაც ამის პასუხიც ხო არ იყო საელჩოს მხრიდან დღეს ამაზე გაკეთებული? არ ვიცი, ამას მოდი ჯერ ამ ორიგინალი არა, მე არ მიყვარს ამ ემაში შესვლა, ხა ორიგინალი არ გვინახავს. პირველი არის, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროტოკოლური წერილი, მეტი არაფერი რა, ეხა ავტომატურ რეჟიმში იგზავნება, ხო? თუმცა ძალიან ასე ვთქვათ, შინაარსობრივად, სწორედ მარკო რუბიოს ასე ვთქვათ, მილოცვაში იყო ყველა ის შინაარსი ჩადებული, სადაც არის ამერიკის პოზიცია და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დღევანდელ განცხადებაში რაც იყო საელჩოს მხრიდან, ალბათ შემთხვევითი არ არის, ახლა ეს დამთხევა არ არის, ახლა რომ ახლა გააკეთა, კარგახანია სხვა შორის ამერიკის საელჩოსაც განცხადება არ გაუკეთებია საქართველოში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით და ახლა გააკეთა. კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის რაღაცა ხდება ხოლმე ისეთი, რომელიც არ არის გათვალისწინებული შეიძლება იმ საერთო ჩარჩოში, მაგრამ თავარი ჩვენ ხედავთ შემდეგ რამეს. საერთაშორისო ასპარეზზე წნეხი ძლიერდება. აი ეს ყულფი, რომელიც არის ივანიშვილის თავის გარშემო, უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, მოეჭირა ამას და უფრო ვიწრო ხდება და თავარი ეხა ჩვენ არის, რომ ჩვენ გამძლეობა ერთიანობა წინააღმდეგობის ხაზის არ მოვშალოთ, ნუ დავიწყებთ ეს ერთმანეთს, მე სიმართლე გითხრათ ეხა ესეც არ მომწონს, რომ ნაციონალების დროინდელი კადრი, რა ნაციონალ ხა, იქაც უამრავი კაცი მუშაობდა, არ არის სწორი. კლინობითი ფორმით არ ვამბობ. მე ამას ვამბობ ოცნების ბოსტანში ვისვი, ასე ვთქვათ. მე არ ვიცი, არ მგონია, რომ აიო, არც ერთი ნაციონალი არ იქნება. არ მგონია ეს სწორი, არ მგონია ესეც სწორი, ეს რიტორიკა არ მგონია სწორი, იმიტომ რომ ათასობით ადამიანი მუშაობდა და ზოგი ისეთია, ზოგი ასეთია. უკაცრავად, მაგრამ მოდი მაშინ იმ ხალხზე ვიმუშაოთ, ვინც რეფორმები გააკეთეს და უამრავი რამე აკეთეს ამ ქვეყანაში და ქვეყნიდან არიან წასულები, სხვა ქვეყნების სამსახურში არიან და სამწუხაროდ, იმიტომ რომ აქ არ გაქანება არ აქვს და ევროპული და ამერიკული პროექტები რო ნახოთ თელ ჩვენ რეგიონში, სულ ის ხალხია, ვინც მაშინ მუშაობდა სხვა სისტემებში. ამიტომ ეს არა მე რატო ვამბობ იცით ეს რაღაცნაირად ეს ამის გადალახვა ერთ-ერთი საერთო ამოცანაა ჩვენთვის ყველასთვის იმისთვის რომ დიდი ერთიანობით ჩვენ გამარჯვება მოვიპოვოთ. ამიტომ ვამბობ, ამ აბსოლუტურად. ხა უნდა დავაკონკრეტო. ამ კუთხით არ მithქვამს თქო და კნინობითად არ მომიხსენიებია. პირიქით, მაშინ რო იყვნენ პროფესიონალები, ეგეთები ეხლა შეიძლება სანთლით საძებნელიც იყოს. სხვა რამე ვთქვი, უბრალოდ რომ აქ ქართული ოცნება, რომელიც ამბობს, რომ აი ჩვენ არც ერთი ეგეთი კადრი არ გვეყოლებაო და ბოლო კითხვას დაგისვავთ, რას ელოდებით მელიას პროცესი გადაიდო უბრალოდ ელოდებით რომ შეიძლება რამე შეიცვალოს რომ იმის წამოძახებით ჩვენთან დაკავშირებითაც და პოლიტიკოსების დაკავებებთან დაკავშირებით. იმის წამოძახებით რომ ჩვენ ნაციონალ მოძრაობის დროინდელი ვიღაც თქვენ კადრად ყავთ ქართულ ოცნებაში ჩვენ სამწუხაროდ მაგით ვერ ვასუსტებთ. მაგრამ საპირისპიროდ მათი პროპაგანდის მექანიზმი ჩვენ მხარეს, რომლის ერთიანობაც არის მნიშვნელოვანი, ამას ვეხმარებით რაღაცა. მე ამიტომ ვამბობ რა, რომ
იქნებ ეს თემა გავწიოთ, იმიტომ რომ გაცილებით დიდი ამოცანა გვაქვს ხალხო, რუსეთისკენ მიმავალი იზოლაციონისტი, ავტორიტარული, ოლიგარქული რეჟიმი მოსაშორებელია ამ ქვეყნთან, რომ დაუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას. რაც შეეხება ეხა სასამართლო პროცესებს, რას ველოდები, სანამ ხელისუფლებაში არიან, შეეცდებიან ჩვენს დაკავებას, დაპატიმრებას, ამისთვის მზად ვართ, ზოგს დღეს, ზოგს ერთ თვეში, ზოგს სამ თვეში. რატომღაც ეხლა თავი შეიკავეს, აი მელიას ამბავი არ ვიცი ეხლა თავი შეიკავეს, გადაიდო იმიტომ რომ ამიტომ საქმე შემდეგია რა, ჩვენ ვინც ვართ პოლიტიკაში, ვინც ვართ წინახაზე, მზად ვართ საპატიმრო დაწესებულებისთვისაც, მზად ვართ ბრძოლისთვის, ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რა მძიმე ბრძოლაში გვაქვს. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთვის რაღაცა საოცარი სოლიდარობა მინდა ვთქვა ჩემი მეგობრი ზურა ჯაფარიძესთან მიმართებაში, ეხა რომელიც საპატიმრო დაწესებულებაშია, ჩვენი ყველას ამოცანაა მისი დახსნა საპატიმრო დაწესებულებიდან, სინდისის პატიმრების დახსნა, ყველას განთავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან, მათ შორის ვიტყვი, რომ დიახ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებაც, იმიტომ რომ ზოგადად მე ვამბობ, რომ საქართველოს ჭირდება დიდი ეროვნული თანხმობა და ამ თანხმობით სვლა სწრაფად ევროკავშირისკენ, რომელიც არის დაცული გარემო ჩვენი ქვეყნისთვის. არა იზოლაცია და მარტო ყოფნა, არამედ დაცულ ევროპულ გარემოში ცხოვრება. ევროკავშირი არის ჩვენთვის, ქართველებისთვის, ჩვენი ნიჭისთვის, გონისთვის არის საოცარი სარბიელი ჩვენი პოტენციალის რეალიზებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დრო ახლოვდება. გამარჯვება აუცილებლად იქნება ჩვენი. შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბროთ, როგორ მივახციოთ ამას ყველაფერს, უბრალოდ დღეს ძალიან საინტერესო თემები იყო. არა, უნდა დაგემშვიდობოთ. ასე როგორც ახლა ამერიკის პოზიცია უკვე ნათელი გახდა, როგორც ევროპის პოზიცია, ვაიმარის სამკუთხედის პოზიცია, პროტესტი გრძელდება 26 მაისი ძალიან მაგრად იქნა ჩატარებული თანამშრომლობა ვაჩვენეთ პარტიებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, ნელ-ნელა გავდივართ შედეგზე. აი ეს არის სწორედ ჩვენი ტაქტიკაც, რომ საბოლოო შედეგს. მადლობა.